მოგესალმებით, მე ვარ სალომე პოპიაშვილი და დღეს ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის ChatGPT. ერთად მოგიყვებით მის მოკლე ისტორიას. ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიების სამყაროში გადატრიალება მოახდინა და ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში შემოვიდა. თუმცა სანამ ის ამ შედეგს მიიღებდა, მან გაიარა საკმაოდ გრძელი გზა. იგი შექმნა OpenAI 2015 წელს, რომელიც დაარსა ელონ მასკმა, სემ ოლტმანმა და სხვა ექსპერტებმა. თავდაპირველად 2018 წელს OpenAI-მ პირველად წარადგინა GPT-1. შემდეგ უკვე 2019 წელს გამოვიდა GPT-2, რომელიც პირველზე უფრო დახვეწილი იყო, თუმცა სკეპტიკოსები მაინც ალმაცერად უყურებდნენ. GPT-3 2020 წელს გამოჩნდა. ის იყო გაცილებით გაუმჯობესებული და შეიცავდა 175 მილიარდ პარამეტრს. ისი მეშვეობითაც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ენის მოდელი, თუმცა ექსპერტები მაინც არ წყალობდნენ. რეალური გარდამტეხი კი 2022 წელს გამოშვებული GPT-3.5 გახდა, რომელმაც სკეპტიკოსები გააჩვმა და რომელიც გაიცნო ყველამ. ამ მოდელის მიზანი იყო ადამიანებთან უფრო ბუნებრივი საუბარი ეწარმოებინა, ტექსტებს წამებში აგენერირებდა, რამაც უამრავი ადამიანი გააოცა და ამავდროულად შეაშინა კიდეც. თუმცა უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი იყო და მისმა შესაძლებლობებმა დღის სინათლე იხილა. ChatGPT ყოველდღიურად ვითარდება და მას ახალ-ახალი ფუნქციები ემატება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის, რა სიახლეები არის და სწრაფად დავითვისოთ ახალი უნარები. ასევე გეტყვით მოკლედ ის, თუ რა შეუძლია ChatGPT-ს დღესდღეობით. ეს არის მაგალითად კოდის წერა, ასევე კითხვებზე პასუხის გაცემა, გრძელი ტექსტების ანალიზი, ფოტოს გენერირება, ფოტოს ანალიზი და ასე შემდეგ. თუმცა როგორც უკვე გითხარით, მას ყოველდღიურად შეიძლება დაემატოს ახალი ფუნქციები და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ რა სიახლეები არის ამ სამყაროში. ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის დღეს ChatGPT-ის შესახებ. მომავალ კვირას უკვე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ChatGPT ყოველდღიურობაში და თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, შეგიძლიათ რომ მოიწონოთ და გავზიაროთ მეგობრებს. დროებით!